ეს ვიდეო შეეხება ფენ-ცენტრის შეცვლას. ფენ-ცენტრი არის შემდეგნაირად აწყობილი. მას აქვს ტრანსფორმატორს აქვს ნეიტრალი და ასოცი. ეს ერთი. ასევე აქვს რელე, რომელსაც ჭირდება 120 ვოლტი და რომელიც გააგზავნის აი ამ 120 ვოლტს გააგზავნის პამპთან. მაშინ როცა რელე ჩაირთვება. ამიტომ ერთი ფეხი ამ რელეს ერთი ფეხი უერთდება რელეს ერთ ფეხს, როცა ის დაიდგაცუნებს, მაშინ ჩაირთვება ეს კონტაქტი, ანუ აი ეს გადაჯამპდება, ეს 120 გადაჯამპდება მის მეორე მხარეს და წავა პამპთან. მას შემდეგ რაც პამპი ჩაირთვება, ეს არის მარტო რელეს ფუნქცია, მეტი არაფერი. რელეს სხვა ფუნქცია არ აქვს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება მეორე მხარეს, მოდის თერმოსტატის ერთი შნური, რომელიც დაერთებული არის R-ზე, ესე იგი, ტრანსფორმატორიდან თერმოსტატი იღებს 24 ვოლტს, მას შემდეგ რაც თერმოსტატი ჩაირთვება, 24 ვოლტს გამოაგზავნის და დაერთებული არის G-ზე. G დაატკაცუნებს რელეს. ჩაირთვება რელე, ამით ჩაირთვება პამპი. ეს არის 120 ვოლტისთვის კონკრეტულად აი ეს ფენ-ცენტრი. და ბარემ ვიტყვი, რომ G-ზე ასევე პარალელურად იქვე დაერთებული არის, ანუ R-დან G-ზე მოვიდა 24 ვოლტი, ეს იმას ნიშნავს, რომ 24 ვოლტი მოვიდა, გაიგზავნა აკვასტატთან, აკვასტატმა გამოაგზავნა ეს 24 ვოლტი და მიიყვანა გაზვალვთან. და პარალელურად ჩაერთო გაზვალვი. ორი რაღაც გააკეთა. თვითონ რელე არაფშუაში არ არის, მაგრამ აი აქ მოხდა უკვე გადაჯამპება. ეხლა რომ გამოვცვლი, კიდე ერთხელ ავხსნი, რომ რა მოხდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გამოვცვლი, უკვე აქ ვეღარ ვაჩვენებ. უკანა მხარეს მარტო წინა შემიძლია ვაჩვენო. ეს ახალი ფენ-ცენტრია. ახალი ფენ-ცენტრის უკანა მხარე პლუსი და მინუსი ტრანსფორმატორისთვის 120 და 0. აქ გვაქვს ორი. ერთი უნდა შევუერთოთ 120 ვოლტს პამპისთვის, მეორე უნდა შევუერთოთ თვითონ პამპს. ახლა მას გადავაერთებ, აქ ერთი ხელით ვერ გავაკეთებ. ძალიან მოკლე ადგილია. პატარა სივრცეა პლუსი და მინუსი. როგორც ჩანს, ეს არის პამპის პლუსი და მინუსი, ეს არის შემომავალი პლუსი და მინუსი. ამიტომ პამპი, ფენ-ცენტრი და ტრანსფორმატორი სამივე ნეიტრალი ერთად დავაერთეთ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ნეიტრალი აქ აგრე უნდა იყოს, არაფერს არ წყვიტავს. კონტროლში არ იღებს მონაწილეობას, აუცილებლად უნდა გადავახვიოთ, რომ არ გაძვრეს რომელიმე, აი ასე. ეს არის უკვე პლუსი. აქ კიდევ ტრანსფორმატორის პლუსი. ჩვეულებრივად და რელეს ერთი პლუსი. რელეს თუ 120 ვოლტი არ მიუყვანეთ, მაშინ უბრალოდ რას მიაწოდებს პამპს. ამიტომ მივყავს ეს 120 ვოლტი რელესთვის. არ გადაეჭირა, ეს არ ვარგა.
კარგი ხარისხის ვაიერნაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იაფიანი ვაიერნატები ფუჭდება ეგრე, არ ეჭირება. ხა დაიჭირა. შემდეგი რაც თქვით არის როგორც გვახსოვს წინა ფენცენტრიდან მეორე აი რელესგან მისული 120 გააგზავნის პამპის 120-თან. რაც შეეხება ამ რელეს შეიძლება აქ ყველა კონდეს შეერთებული, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიყენებთ. ერთი ხა მაგალითად ზედმეტი აქვს. უკან ყველაფერს შევაერთეთ. ამას უბრალოდ დავკეპავ. უკან გვაქვს ყველაფერი შეერთებული. ფენცენტრი ჩაისვა. ჰაი ვოლტიჯი დაიმალა უკან. 120 ვოლტი დაიმალა უკან. ეხლა დარჩა წინა შეერთებები. ეხლა დაბნეულობა რო არ გამოიწვიოს, თავიდანვე ავხსნი, რომ ერთი ფეხი როცა აქ 24 მოვიდა, ერთი ფეხი შეერთებული არის 24 ვოლტზე. ეს ელოდება გაზვალვის ერთი ფეხი რომ მოვიდეს 24 ვოლტი. მეორე ფეხი შეერთებული არის აკვასტატზე და აკვასტატის გაგრძელება, ანუ რაც გამოდის, შეერთებული არის common-ზე. ხა იმას დავაერთებ პირველი common-ზე, ანუ უკუღმა ვიწყებ, ჯერ ვაერთებ common-ს. სულ ერთია რას გააკეთებ, მაგრამ საბოლოოდ რო ავხსნა. დავაერთებ common-ზე. თერმოსტატის ერთი ფეხი უნდა დავაერთოთ, როგორც გახსოვთ, R-ზე. უნდა გავუგზავნოთ თერმოსტატს R-ი. აი ეგრე გეთება, უნდა გადავღუნოთ ერთი გადაღუნვა, რომ კარგად მოიკიდოს აქ ფეხი. თან ცოტა გავასუფთავეთ ეს wiring-ი. აი ამას დავამაგრებთ R-ზე, ხოლო მეორე ფეხს დავამაგრებთ G-ზე. ესე იგი ერთი დავამაგრებთ ტრანსფორმატორის R-ზე, მეორე G-ზე. ეხლა G საკმაოდ კარგად არის გაკეთებული ამ ორიგინალურ ტრანსფორმატორზე. და ზუსტად დავამაგრებ როგორც იყო. ეს უკვე ძველი აღარ გვინდა. ყოველთვის ვცდილობთ კონექშენები გავასწოროთ ისე, რომ არ გამოიწვიოს რაიმე პატარა ნიუანსი. შემდეგ უფრო დიდ დროს ხარჯავთ იმის გამო, რომ ვიპოვოთ ეგ პატარა ნიუანსი. აი ესეც ცუდი ხარისხის ვაიერნატი. დატყვა თავისი. მაგრამ მეორეს დავაგებთ და ჩვეულებრივად კარგია. ეხლა აქ ჩვენ თქვით რომ ამას ვამაგრებთ G-ზე. ერთი ის რომ თერმოსტატიდან მოსული 24 ვოლტი უნდა გაეგზავნოს G-ს და დაატკაცონოს ეს რელე, ჩართოს პამპი და ამასთანავე პარალელურად ეს 24 ვოლტი ასევე უნდა გააგზავნოს გაზვალვთან. და აქ ზუსტად ხედავთ, რომ ეს მიდის გაზვალვთან. როგორც თქვით, ცოტა ხნის წინ, შემდეგ უკვე გაზვალვს მეორე მხარეს, აი ეს 24 ვოლტი რაც მოვიდა, აგრძელებს ნეიტრალზე, უბრუნდება და ერთდება common-ზე, ხო? ანუ common-ზე ერთდება.
ეს არის G. დაერთდა ახლა G-ზე. როგორც ხედავთ, იქვე G წავიდა, შიგნით შევიდა და აი ამ რელეს დაატკაცვნებს ქვემოდან. ნუ აქვე გააგრძელა G მგზა. ეხლა თუ ეს ყველაფერი სწორია, მაშინ ჩაირთვება. სანამ ჩავრთავ სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალი. აი თვითონ ამ ტრანსფორმატორს ის ასოცი უბრალოდ ეს 24 ვოლტი აი აქ ქონდა აი გახეხილია და რაღაცას ეხებოდა. ამოკლებდა. ეს უკანა მხარე. აი ხა ჩავრთე. ჩვეულებრივად ჩაირთო, მაგრამ აქ გამოდის ცეცხლი. აი აქ უკან გამოდიოდა ცეცხლი. ეხლა აქ პრობლემა სხვა არის. კიდევ აი აქ უკან ცეცხლი გამოდის. ანუ როლაუთი ხდება. ეს კიდე სხვა პრობლემაა. ამ შემთხვევაში ან გაჭედილია ბუხარი, ან გაჭედილია თვითონ ბოილერი. აი ეს ორი რაღაც ხდება ახლა. მაგრამ თავარი ამის არსი ეს არ არის, თავარი იყო ფენ-ცენტრის შეცვლა. და კიდე ერთხელ დაუბრუნდები. კიდე ერთხელ გავიაროთ სწრაფად თუ რა პრინციპით მუშაობს ფენ-ცენტრი. მას აქვს ტრანსფორმატორი, რომელსაც უერთდება 120 ვოლტი და 0. მას აქვს რელე, რომელსაც უერთდება 120 ვოლტი და ელოდება სიგნალს იმისთვის, რომ ჩართოს ეს 120 ვოლტი და გააგზავნოს პამპთან. ამასთანავე აქ low voltage ჩვენ როგორც ვიცით, ყოველთვის არის როგორც წესი ჩვეულებრივ გათბობაზე R და W, მაგრამ W აღარ გამოიყენება ჩვენ შემთხვევაში. ეს ყველაფერი არის G-ზე. ყველაფერი არის G-ზე. ეხლა გავიაროთ კიდე ერთხელ. 24 ვოლტი გამოვიდა ტრანსფორმატორიდან, წავიდა თერმოსტატთან. თერმოსტატმა გამოაგზავნა უკან ის 24 ვოლტი, მოვიდა 24, შეუერთდა G-ს, ამასთანავე პარალელურად ჩართო გაზვალვი. იმიტომ რომ G-ზე დაერთებული არის რელე. აი იმიტომ შეუერთდა G-ს, თორემ მეტი მნიშვნელობა კი არაფერი არ აქვს. აი ამ G-ზე არის დაერთებული უკან რელე, რთავს რელეს, პარალელურად რთავს გაზვალვს. როცა ტემპერატურას მიაღწევს ბოილერი, გაზვალვს გაუთიშავს commons, ანუ ეს ხო აკვასტატია. აკვასტატი როცა ტემპერატურას მიაღწევს, დაუშვათ 180 გრადუსი ფარენჰეიტით, გათიშავს commons და ამით გაზვალვი დაკარგავს 24, ესე იგი commons როცა დაკარგავს, გაითიშება. მაგრამ პამპს არაფერიც არ დაუკარგავს, პამპი აგრძელებს მუშაობას. მანამ სანამ თერმოსტატი არ გათიშავს. აი როგორ მარტივად არის აწყობილი ეს ბოილერი, გაზვალვი, ანუ ცეცხლი კონტროლდება აკვასტატის მიერ, რაც ბუნებრივია და ლოგიკურია, ხოლო პამპის ცირკულაცია კონტროლდება მას შემდეგ, რაც სახლი გათბება, გამორთავს ის პამპს და ამით ბოილერი გამოირთვება. აკვასტატი აკონტროლებს გაზვალვის commons, ხოლო თერმოსტატი აკონტროლებს ფაქტიურად პამპს, მაგრამ ამასთანავე ჩართავს და გამორთავს გაზვალვს, მაგრამ აკვასტატი არის აქ მთავარი. აკვასტატი იღებს გადაწყვეტილებას, როდის გათიშოს გაზვალვი და როდის ჩართოს.